ანუ ბევრ ადამიანს ჰქონდა ასეთი აღქმა, რომ რაღაცეებში იმედი გაუცრუდა? იმედის გაცრობა ჩემს პოლიტიკურ სპექტრისად მიიღო, რომ თითქოს სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული ის, რაც ქუჩამ შესაძლებლობა მიცა, ქუჩამ მოიტანა და ამის გამოყენება ვერ მოხდა. ამისთვის პოლიტიკური კლასი არ არის მზად არც წინა წელს არ ყოფილა და ჩემი აზრით რაღაცა კარდინალურად თორ შეცვალეს, ვერც ვერაზროს ვერ იქნება და მეორეს მხრივ ზოგადად ხელისუფლება, რომელიც არ იმჩნევს უბრალოდ ხალხის იყოფნას. ანუ ჩვენ გვაქვს ესეთი ტიპის აქციები, რა გამოდის ქართული ოცნება და ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს, თქვა ოპოზიციამ რაღაც თქვას და ამაზე ხალხი გამოვიდეს, არამედ ქართული ოცნება, რომელიც გამოდის სიტყვის რამეს ისეც, რაც მოსახლეობისთვის რაც მიუღებელია, გამოდის, მერე ხდება ჩხუბი დაპირისპირება, ჩხუბი დაპირისპირების მერე გამოდის კიდევ უფრო მეტი ადამიანი, მერე ქართული ოცნება თუ რაღაცა მეტად სიმშვიდისკენ გადავა იმ ნაწილში, რომ თქვათ, უშუალოდ დარბევებს უკლებს, ემოციური ფონით კლებულობს, მერე გავა რამდენი ხანი და ისე თუ ქართული ოცნებას მოუნდა რომ ეს რაღაც ფონი არსებობდეს, კიდევ რაღაც ნაბიჯს გადადგავს. ისე განგზობიდათ აქამდე სადაც მოვიდათ ესეც ისტორიულად რავი ძალიან დიდი ხანი ხა ამ ხელა აქციებიც არავის არ ახსოვს და მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიურად ადამიანის ჩართულობა არის თითქოს ისეთი, რომ ჩემი პროტესტს იქ მისვლა რაღაც სჭირდება, ვიღაცები ხო ისედაც არიან და უჩემოდაც ხდება, ის რაც უჩემოდაც ხდება და ჩემი ყოფნა არ უნდა, ჩემი ყოფნა უნდა თქვა სამსახურს, ჩემი ყოფნა უნდა ოჯახს და ბევრ სხვა რაღაც პრიორიტეტები რჩება. ზოგი თulis რომ all-in თუ არ შეხვედით და საბოლოო ფილმის საბოლოო სცენარში, საბოლოო ნაწილში, საბოლოო პერსონაჟად თუ არ იყო, იქ საკუთარ თავს ვერ ხედავს და ფილმის საბოლოო სცენარი არის ხოლმე, როცა დიდი მასშტაბური აქცია და თითქოს იმ დღეს რაღაც უნდა გადაწყვეს, იმდენი რაოდენობის ხალხი უნდა იყოს და ისეთი დაძაბული სიტუაცია და როცა ეს აღარ არის, უბრალო ადამიანი, რომელთვისაც ამგვარი ტიპის აქციები არ არის ის, რაც